Cardona. Il peut frapper Mikotadze. Mikotadze pour relancer Villarreal. Mais quel but encore avec ce ეს არის მოკლე მიმოხილვა გიორგი მიქაუტაძის მადრიდის რეალის წინამდე თამაშზე. ხო, მოკლედ ლა ლიგის ამბავია, ვილიარეალის სანტიაგო ბერნაბეუზე რეალს ეთამაშა. ნუ წააგეს 1-3, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. თანაც გახსოვთ ხო, ცოტა ხნის წინ იუვენტუსსაც რო შეუგდო ჩემპიონთა ლიგაზე. პირველი, რა გავლენა ჰქონდა თამაშზე? გიორგი მეორე ტაიმში შემოვიდა 46 წუთზე, როცა ანგარიში 0-2 იყო. ხო და იცით რა ქნა? სადღაც 38 წუთში 73 წუთზე საჯარიმოს გარედან უძლიერესი დაარტყა და ტიბო კურტუას გაუტანა. ანგარიში 1-2 გახადა. ეს იყო მისი პირველი თამაში ბერნაბეუზე და მართლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში, კინაღამ მეორედ შეაგდო. მეორე, შედეგიანობა. ანუ ზედიზედ მეორე მაგარ გუნდს გაუტანა ჯერ იუვეს და ეხლა რეალს. საერთოდ ვილიარეალში 7 თამაში უკვე 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, რაც ძალიან კაი სტარტია. კონკრეტულად ლა ლიგაში კი 5 თამაში 2 გოლი და 1 პასია მის ანგარიშზე. და მესამე, ფანები რას ამბობენ? ვილიარეალის ფანები რა თქმა უნდა გადარეულები არიან, სოციალურ ქსელებში წერენ მეფე ჟორჟი. რა მაგარი ფორვარდი გვიყიდია. ზოგი იმასაც ამბობს, ბოდიშიო თავიდან სკეპტიკურად რო ვუყურებდიო. ისე ამ წაგების მიუხედავად ვილიარეალი მესამეზეა ცხრილში 8 ტურის მერე. მოგად ბერნაბეუზე გატანილი გოლით მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი კლასი და ის რომ მზადაა დიდი თამაშებისთვის.